მივესალმებ და მშვიდობის სულს ვუსურებ ყველას, ვინც ახლა ეს ჩემი ვიდეო გახსნა. მევწე საუკუნის უდიდეს წმინდას, მცხეთელ სალოს მამა გაბრიელს, რომ არ ეთქვა. ადამიანის სამშვენელი მის სისხლშია, მაგრამ სისხლი არ არისო, ამ 12 ვიდეოში ნაარცი, ასეთ ამომად და ლოგიკურად ჩემში ვერ გაიხსნებოდა. ადამიანის სულიერი ანატომია. საუბარი მესამე. სამშვენელი. ეს საუბარი კვლავ ეთმობა სამშვენელს. ვისაც წინა საუბარი არ მოусმენია, ნაკლებ გასაგები იქნება, ამიტომ გირჩევთ ჯერ მის მოსმენას. დაუბრუნდეთ სამოთხისეულ ხეს, რომელსაც კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხე ერქვა. ისევე როგორც ამ ხისთვის იყო მახსიათებელი ორი პოლუსი, ასევე ამ ხის ნაყოფის მიღების შემდეგ ადამიანში დაიბადებოდა ასეთივე ორ პოლუსიანი სამშვენელი. ამ პოლუსებს მართლად ვუწოდე მარჯვენა და მარცხენა, დადებითი და უარყოფითი პოლუსები. ასეთ სამშვენელს შეეძლო ჩაესახა, არათუ გაეჩინა, ჩანა სახშივე, ან ბოროტი, ან კეთილი მოდგმის ბუნების ადამიანები. ასეთები იყვნენ ბიბლიური აბელი და კაენი. კაენი ბოროტი, ხოლო აბელი კეთილი. კაენს სრულიად მიწიერი სამშვენელი ჰქონდა, ხოლო აბელს არამიწიერი სამშვენელი ჰქონდა. საიდან ვასკვნი იმას, რომ მიწიერი სამშვენელის ქონა ბოროტებაა, ხოლო არამიწიერი სამშვენელის ქონა სიკეთეა. სახარებაში არის ადგილები, სადაც იესო ქრისტე თავის მოწაფეებს და თავის თავს არა ამ ქვეყნიურს უწოდებს. მე მათ მივეცი შენი სიტყვა და ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან ისინი არიან არა ამ ქვეყნიური, როგორც მე ვარ არა ამ ქვეყნიური. ქრისტე ფარისევლებს ეუბნება, თქვენ ქვემოთაგანი ხართ, მე ზემოთაგანი ვარ, თქვენ ამ ქვეყნიურნი ხართ, მე არა ამ ქვეყნიური. კიდევ სხვა ადგილების მოყოლაც შეიძლებოდა, მაგრამ გაუფრთხილდეთ დროს, ვაგრძელებთ. რას გულისხმობს იესო ქრისტე, როცა ამბობს ამ ქვეყნიური, ან არა ამ ქვეყნიური? აქ სამშვენელის ბუნება და წარმომავლობა, ანუ სადაურობა იგულისხმება. მიწიერი თუ სადაური, კოსმიური, მეორეცი სამშვენელი, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არამიწიერი. დიახ, მის მოწაფეებს არამიწიერი სამშვენელი ჰქონდათ, გარდა იუდასი. როცა იესო ქრისტე ფარისევლებს ეუბნება, რომ ისინი ქვემოთაგანი არიან, ხოლო ის ზემოთაგანია, იგულისხმება ზუსტად ის, რომ სულიერი გონების სვეტში ქრისტეთან ღვთაებრივ გონების მდინარება ზუსტად რომ ზემოდან ქვევით იყო, ხოლო ფარისევლებთან მათი გონების სვეტში ქვეცნობიერი, მიწიერი გონების მდინარება ქვემოდან ზევით იყო. მათ მიწიერი სამშვენელიც ისედაც ამ გონებით ირსყვებოდა. ამიტომ ისინი იყვნენ ამ ქვეყნიურნიც სამშვენელის გამო და თან ქვემოთაგანიც გონების სვეტში ასეთი მდინარების გამო. ყველა ვამჩნევთ სახარების კითხვისას იმას, თუ უბრალო მეთევზეებმა, რომლებიც მხოლოდ არამიწიერი სამშვენელები ჰქონდათ, რა გამაოგნებელი შინაგანი სულიერი ევოლუცია გაინცადეს. ეს გამაოგნებლად საინტერესო და ღირებულია, მაგრამ ამაზე ვერ შევჩერდებით ჩვენი ვიდეოს სათაურის გამო. ამიტომ დაუბრუნდეთ მხოლოდ ადამიანურ სამშვენელს. თითოეულ ადამიანში, თითოეულ სამშვენელში არის მიწიერი მხარეც და არამიწიერი მხარეც. ზუსტად ამაში ჭირდება ადამიანს შინაგანი მოღვაწეობა, რომ მისი სამშვენელი სრულიად გადაიქცეს არამიწიერ სამშვენელად, რომ მისმა მარჯვენა პოლუსმა შეავიწროოს მარცხენა პოლუსი, რომ მკერდი არამიწიერი სამშვენელით გაივსოს. აი ასეთ სამშვენელთა სულიერი გონება კარს ხსნის, მიწიერ სამშვენელთა სულიერი გონება კარს არც ხსნის და არც კავშირი შეუძლია მასთან. ეხლა მცირე გადახვევა უნდა გავაკეთო სხვა თემაზე, რომელსაც ღრმა კავშირი ექნება ამ თემასთან. სამყარო ღმერთის სიტყვით შეიქმნა, ეს ბიბლიის დასაწყისშივე ჩანს. ეს სამყარო ამ სახით მყოფი, თავის თავს ამოწურავს იგივე ღმერთის სიტყვით და ბგერით. ეს კი ბიბლიის დასასრულს იოანეს გამოცხადებაში ჩანს. მთელი სამყარო თავის თავში ატარებს ღმერთის სიტყვის ნაკვალევს. რა არის ეს ნაკვალევი? ხმა, ბგერა და მისი ვიბრირება. ჩვენ ვიმყოფებით უზარმაზარ ვიბრირებულ ველში. თითოეული ღვთიოქმნილი საგანი გამოსცემს სიხშირეს. ჩვენი ტვინიც მუდმივად გამოსცემს რაღაც სიხშირეს. სულიერ სამყაროს თავისი წმინდა სიხშირეების ვიბრირებული ველი გააჩნია. არამიწიერ სამყაროს თავისი არამიწიერ ვიბრირებათა ველი გააჩნია. მიწიერ სამყაროს თავისი მიწიერ ვიბრირებათა ველი გააჩნია.
რა ვიბრირებებია ეს? არიან მეცნიერები, რომლებიც ამის შესწავლა დაიწყეს, მაგრამ მათ ვერ დავეყნობით. თუმცა ერთი რამის თქმა კი შეიძლება თავამად. სულიერ გონებას თავისი წმინდა ვიბრირებათა ველი გააჩნია, არამიწიერ გონებას სამშვენელს თავისი ვიბრირებათა ველი გააჩნია, მიწიერ გონებას ქვეცნობიერს თავისი ვიბრირებათა ველი გააჩნია. ტვინი გამოსცემს იმ ვიბრირებათა სიხშირეებს, რომელი გონებაც დაიპყრობს მას. ამიტომ ტვინი ის შუალედური ორგანოა, რომლის გზითაც ამ ფიზიკურ სამყაროში გამოიხედება ან ჩვენივე ქვეცნობიერი, ან ცნობიერი, დიახ სამშვენელი, ან ზეცნობიერი, ანუ სულიერი გონება. მე ვახსენე ქვეცნობიერი, ცნობიერი და ზეცნობიერი, ანუ სხეულებრივი, სამშვენელისეული და სულიერი გონების სამეული. ამაზე სხვა ვიდეოში ვისაუბრებ. ახლა ვაგრძელებთ მხოლოდ სამშვენელზე საუბარს. არამიწიერი სამშვენელის ველის მიღება სულს უკვე შეუძლია. არამიწიერი სამშვენელი ამაღლდება რა სულის საზღვრებში სულიერი ვიბრირებებით იკვებება. იქ თავის ქალის ნახევარსფეროში. ეს არის ამაღლებული სამშვენელი. ეს მოაქვს სიყვარულს და ღვთაებრივ ხელოვნებას. სულიერი ენერგიით გამოკვებილი არამიწიერი სამშვენელი მკერდში ეშვება, რათა თავისი მდგომარეობა გადასცეს ფიზიკურ გულს და მის გზით სისხლს. მიწიერ სამშვენელს შეუძლია თავის უარყოფის გზით გადაიქცეს არამიწიერ სამშვენელად. მიწიერ სამშვენელშიც კი 1% მაინც იდება რაღაც არამიწიერი პოლუსისა. აი ამ პოლუსზე მოჭიდების გზით შეიძლება მიწიერი სამშვენელი გადაიქცეს არამიწიერ სამშვენელად. წმინდანები აწლეულები გადიოდნენ ამ საფეხურს მორჩილების სულიერი სკოლის გავლით, შემდეგ წვეთ იგროვდნენ სულიერ გონებას არამიწიერ სამშვენელში და შემდეგ ამ სულიერ გონებას ქვეცნობიერის ნაწილშიც ჩაიტანდნენ ხოლმე. ამას რომ ვიაზრებ, ცოტა მასშროლებს, ამას ერთი ცხოვრება ეყოფა. კი, იესო ქრისტესთან ერთად ზიარებით ეყოფა, მის გარეშე არა. იესო ქრისტეს არამიწიერი სამშვენელი სულიერი გონებით სრულიად იყო აღხსებული, როცა მას უგმირეს არა მუცელში, არამედ ზემოთ გვერდში, ანუ სამშვენელის სივრცეში, იქიდან ცოცხალი სისხლი და წყალი გადმოვიდა, რადგან მისი სამშვენელი არა თუ არამიწიერი იყო, არამედ სულიერი ქსოვილისა იყო. მოციქულებსაც არამიწიერი სამშვენელი ჰქონდათ, მაგრამ ჯერ მათ მზიურ სამშვენელს კიდევ რაღაც ევოლუცია უნდა გაევლო, რომ სულიერი გონება ასეთ სამშვენელს მიეღო. ეხლა ეკრანზე წარმოგიდგენთ სულიერი გონების გადმოსვლას ასეთი სქემით. სულიერი გონება უნდა გადმოდიოდეს სამშვენელის გონებაზე, გადმოდიოდეს სისხლზე, გადმოდიოდეს გენზე, გადმოდიოდეს ხორცზე, გადმოდიოდეს ძვალზე. ბიბლიური ევა ძვლისაგან შეიქმნა, რადგან ადამის სული მის ძვალზეც გადმოდიოდა. ქრისტეზე ითქვა, მისი ძვალი არ შეიმუსრებაო. რატომ? იმიტომ რომ პირველ ადამივით მისი სული ძვალზეც გადმოდიოდა. აი რატომ თქვა დავით წინასწარმეტყველმა თავის 50 ფსალმუნში, სულითა მთავრობისა და დამამტკიცემე, ან კიდევ რატომ თქვა თავის 39 ფსალმუნში, შენის ჯული შუა მოცელსა ჩემსა. ფრთხილად სამშვენელთან, სისხლთან და გენთან, რადგან ზემოთ მოცემული სქემა ანტიქრისტესთან თავდაყირაა. დღეს ამით დავასრულოთ სამშვენელზე საუბარი. მომავალ ვიდეოში ვისაუბროთ თითქოს ძალიან მისაწვდომ თემაზე, როგორიცაა სხეული, მაგრამ იქაც აღმოვაჩეთ ისეთ რამეს, რაცაც ნამდვილად არ ჩაუფიქრებულ ვართ. ხოლო მათ, ვისაც დაწვრილებით აინტერესებს ადამიანის სულიერი ანატომია, რომელიც ძალიან მოკლედ არის მოცემული ამ 12 ვიდეოში, შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნს ადამიანი როგორც სამყაროს შვილი. წიგნს საჩუქრად მოყვება ჩემი მოგონებები მამა გაბრიელ სალოსზე. დაგვირეკეთ ნომერზე 577 30 80 11. გმადლობთ.